ვინ წყვეტს რა არის სიმართლე ღმერთზე? ეკლესია, ტრადიცია თუ ბიბლია? თუ ეს კითხვა არ არის გარკვეული, მაშინ ყველაფერი დანარჩენი გაურკვეველი დარჩება. დღეს ქრისტიანობაში სამი ფუნდამენტური შეხედულება გამოიყენება: ბიბლია, ტრადიცია, ეკლესიის ავტორიტეტი. კათოლიკურ და ორთოდოქსულ ღვთისმეტყველების სისტემაში ხშირად მოისმენთ წერილი პლუს გადმოცემა, ან წერილი მეორადია, გადმოცემა პირველადი, ან წერილი და გადმოცემა თანაბარი ავტორიტეტით სარგებლობს. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ეს ორი რაღაც მომენტში მოდიან ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში, რომელია საბოლოო ავტორიტეტი? თუ ტრადიცია დგას ბიბლიის დონეზე, მაშინ ტექსტი აღარ არის საბოლოო ავტორიტეტი. ხოლო თუ ეკლესია წყვეტს ტექსტის მნიშვნელობას, მაშინ ავტორიტეტი გადადის ადამიანურ ინსტიტუტზე. ბიბლია საკუთარ თავზე ამბობს მეორე ტიმოთეს 3:16-ში, მთელი წერილი ღვთისსულიერია. ეს ნიშნავს, ავტორიტეტი მოდის ღმერთიდან და არა ეკლესიიდან. იესო კიდევ უფრო მკაფიოა. მარკოზის 7:13-ში ვკითხულობთ, თქვენ აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემებით. ანუ პრობლემა ახალი არ არის. ტრადიცია უკვე მაშინაც უპირისპირდებოდა სიტყვას. ასევე საქმე მოციქულთა 17:11-ში ებრაელები ამოწმებდნენ ქადაგებებს წერილებით. ეს კი მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ისინი ამოწმებდნენ მოციქულ პავლეს სწავლებასაც კი. ანუ არც ერთი ადამიანი, არც ერთი სისტემა არ დგას ბიბლიაზე მაღლა. კანონი კი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საზომს, სახაზავს, რითიც მოწმდება სიზუსტე. წერილის კანონი ზუსტად მოიაზრებს იმას, რომ ეს არის საზომი ყველაფრისა. ამ საზომზე შეთანხმდა ეკლესია, რომ მისით გაზომავდა ყველაფერს. მოდი პირდაპირ დავსვათ კითხვა. მაჩვენე ერთი სწავლება, რომელიც მხოლოდ ტრადიციაზე დგას და არა ბიბლიაზე. რატომ უნდა მივიღო ის, როგორც ღვთის სიტყვა? თუ პასუხია ეკლესია ასწავლის ასე, მაშინ მეორე კითხვა ჩნდება. როგორ ვამოწმებთ ეკლესიას, თუ ის თვითონ არის საბოლოო ავტორიტეტი? ეს არის ლოგიკური ცდომილების წრე. ავტორიტეტი ამტკიცებს საკუთარ თავს, მაგრამ ბიბლიური მოდელი განსხვავებულია. ღმერთის სიტყვა არის სტანდარტი. ყველაფერი დანარჩენი მოწმდება ამ სტანდარტით. სოლა სკრიპტურა არ ნიშნავს ტრადიციის უარყოფას მთლიანად. ეს ნიშნავს, ტრადიცია უნდა დაემორჩილოს წერილს. აქედან გამომდინარე, საბოლოო კითხვა ძალიან პირადულია. შენ რას ენდობი? უფრო ადამიანურ სისტემას თუ ღმერთის სიტყვას, რადგან რასაც აძლევს საბოლოო ავტორიტეტს, ის განსაზღვრავს შენს რწმენას.